მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო გეგმაში არ იყო, გამოვისეირნეთ უბრალოდ საკემპინგოდ. გვაინტერესებდა ადგილები, ეს ადგილები ჩვენთვის ნაცნობი არის, მაგრამ გვაინტერესებდა ახალი ადგილების აღმოჩენა, სადაც შევძლებდით კარავებით მოსვლა და ღამის გათენებას და დაგვხვდა ძალიან ცუდი ამბავი. და მაგიტო გადავწყვიტეთ ვიდეოების ჩაწერა. თქვენ ხედავთ რა მდგომარეობა არის აქ. დაიღო ყველაფერი საბერძნეთში ეს 2-3 დღე შეუჩერებლად წვიმდა, ეს კიდევ არაფერი არ არის. ცოტა იქით ამ ხარეს კუნძულები და ისინი წაიღო წყალმოვარდნებში, მანქანები მიაცრია და რა ვიცი, ჩავსვამ მაკადრებს. Αυτή τη στιγμή στην Άουσα. ამ წუთებში ნაუსა. Έξω από το δημοτικό σχολείο. საჯარო სკოლის გარეთ. Δεν έχει ξανασυμβεί αυτό το πράγμα. არასდროს არ მომხდარა ასეთი რამ. Θα το πάρει. სასტრაფოს მქონი წაიღებს. Ακόμα στις θέσεις του, αλλά είμαστε οριακά. სამაშველო თავის ადგილზეა, მაგრამ არ ვიცით რა მოხდა. აი ამ ადგილებში ხოლმე მოდიოდი ხოლმე სათევზაოდ. აი წინი იქ. ეხლა კი დატბორილია ყველაფერი და ფიზიკურად შეუძლებელია ყველგან გადასვლა. ძალიან ადიდებული არის მდინარე. დაახლოებით ალბათ 1-3-4 მეტრით არის აწეული სიმაღლეში. დაჭაობებულია ყველაფერი. ნუ ამ ადგილებშიც ბევრჯერ მოხს აქ წოდით შემწვარი, კარავი გაშლილი და ახლა რა მდგომარეობაშია თქვენთვის რაც ხედავთ. ძალიან ადიდი და მდინარე. შორს არის აქედან მდინარე, სავარაუდოდ აქედანაც მიგივია როგორც წინა ადგილიდან 70-80 მეტრი არის აქედან მდინარე დაშორებული. ძალიან ადიდებული იყო. რამხელაზე არის ამოსული. ეს არის სამანქანო გზა. და მდინარე არც კი ჩანს, წარმოიდგინეთ რამხელაზეა ამოსული. ეს ადგილი არის, სადაც ვიდეოც კი გვაქვს გადაღებული და გვიდევს წინააღმზე. ეს ადგილებიც ჩანს, სავარაუდოდ წესით უნდა გამოჩნდეს. ძალიან მომატებულია წყლის დონე. ეხლა მაინტერესებს გადავიდე იქითაც. ეს ის მდინარე, აქეთ შედარებით ახლოს არის. აქეთ უბრალოდ სიმაღლე აქვს ეს. და ვეღარ ამოვიდა მეტი მაღლა. აქეთაც საშინელი მდგომარეობა არის. მე ეს მდინარე არასდროს არ მახსოვს ასე ადიდებული. 7 წელია აქ ცხოვრობ, ხშირად მოვდივარ ხოლმე აქ. და არასდროს არ მინახია ასე ადიდებული. დაანგრია, მოანგრია ყველაფერი. წესით აქ არის აი ამ ადგილში ელექტრო ნასოსები. ალბათ იყო. ამ ადგილებში შემოდის ხოლმე აქ არხები, ამოჭრილი აქვს სპეციალურად ტრაქტორებებით, აყენია აქ ნასოსები და შემდეგ გადადის აქეთ მიწებში. აი ამ ადგილში აქეთ მქონდა აშენებული ასევე თავშესაფარივითაც. ძველ არხზე დადებული მაქვს ვიდეოები. ეხლა გადავალ საითაც არის მეთევზეების პატარა ქოხები, იქაც ჩამოდის ერთი მდინარე. იქ სავარაუდოდ უარესი მდგომარეობა დაგხვდება, მეც მაინტერესებს. გადავალთ ეხლა იქ და პირდაპირ ჩაგერთვებით იქიდან. ხო და სანამ გადავიდოდეთ ჩვენ მეორე მხარეს, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონე ვიდეო და აკომენტარეთ შენი აზრი.
და იქიდან ჩაგერთვებით და ვისაუბრებთ უფრო ვრცლად, ვიპოვით იმედია რამე კაი ადგილს და შემოგიერთდებით იქიდან. დავოდით ახლა ვნახოთ რა ხდება შიგნითაც. გადავამოწმოთ სიტუაცია. ბარემ რა კი აქა ვარ, ვნახოთ ყველაფერი. დავოდით, ვნახოთ რა ხდება შიგნით. იმედია წყალი არ წაგვიღებს. ძველი მიტოვებული ქოხი არის აქ. ძველი ნივთებია სავარაუდოდ კაი ხანია აქ არავინ არ ყოფილა. იმედია არ ჩავარდები. წავოდით ახლა გადავიხიდოთ აქედანაც. რა ხდება? ჩვენიერი ადგილი არის მოვლილი რო იყოს და გაკეთებული კაი ადგილი იქნებოდა. ზღვის პირას ესეთი ქოხი მე დიდი სიამოვნებით მექნებოდა. მაგრამ ეს განადგურებულია, უყურადღებოთ არის დატოვებული და სავარაუდოდ პატრონი ან აღარ ყავს, ან უბრალოდ აღარ უნდა ეს ადგილი. დღევანდელი ეს ვიდეო არ იყო გამიზნული. არ ვაპირებდით არაფრის გადაღებას, უბრალოდ შემთხვევით გადავაწყდი კალაპოტიდან ამოსულ მდინარეს და გადავწყვიტე შემოთვალიერებინა ადგილები და მინდოდა მენახა სხვაგანაც სადმე ხომ არ დააზარალა ადგილები. უბრალოდ ამიტომ ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ მოხდარა, საშიში არაფერი. წვიმიანობის გამო მოხდა მდინარის სადიდება. ზოგი რაღაცები კი დააზარალა, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი. ძველი შენობები და საკმაოდ გადმოსული არის მდინარე თავის კალაპოტებიდან, დაახლოებით 1.40-50 მეტრი არის საშუალოდ გადმოსული თავის კალაპოტიდან. არის ადგილები, საიდანაც მდინარე გადმოსული არის დაახლოებით 4-20 მეტრაზე და მეტიც თუ არა, მაგრამ ისეთი საშიში არაფერი. ახლა წავიდეთ, გავაგრძელოთ ნახოთ სხვა ადგილებიც აქეთ. ესეც ჩვენი მეთევზეების ქოხები. აქეთ. პირველი ნავი უკვე რომელიც ამოწეული არის და მაგრამ ნუ არ ვიცი წყალმა ამოწია თუ მოიყვანეს, მაგრამ სავარაუდოდ წყალმა ამოწია. იმიტომ რომ საშუალო წყლის დონე დაახლოებით ასე დგას ხოლმე აქ. არის იქამდე ახლა. ეს რომელიც შედარებით ძველი კონსტრუქცია იყო, მოანგრია აქაურობა. განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ისეთი, უბრალოდ ცოტათი აღელვებული ზღვა არის და მდინარე არის ადიდებული. განსაკუთრებული არაფერი, რომ ყოფილიყო გადავიღებდით. მე ნელა-ნელა დაგემშვიდობებით აქედან. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. პირველი ვიდეო არის ეს ჩვენ რახსა. გქონდა სულ სხვა გეგმები, გვინდოდა სხვა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ეს უბრალოდ რა კი დაემთხვა. გადავიღეთ რომ თქვენთვისაც გვენახებინა ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვნახეთ. სავარაუდოდ შემდეგი ვიდეო იქნება სალონიკში. გადავიღებთ სხვადასხვა ბარებს, კაფეებს, შევხედავთ ფასებს. რამდენი დაგვიждდება ამ ზაფხულს დასვენება სალონიკში და სალონიკთან ახლო მდებარე ქალაქებში. ამას ყველაფერს ნელა-ნელა დაწვრილებით გეტყვით შემდეგ ვიდეოში. დარჩით ჩვენთან, გელოდება თუ ამრავი ვიდეო, უამრავი თავგადასავლები, კემპინგი, ლაშქრობა, ქალაქებში ბოდიალი, საბერძნეთის ღირსშესანიშნაობები და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, გამოიწერე ჩვენი არხი, გააქტიურე ზარის ღილაკი, მოიწონე ვიდეო და დაგვიკომენტარე შენი აზრი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დროებით.